ერთი ადამიანი და გაგაცნოთ, რომელსაც ძალიან წარმატებული კარიერა აქვს სამედიცინო ჯანდაცვის სფეროში და ამავდროულად გატაცებულია ველური ბუნების ფოტოგრაფიით. მაგრამ ეს ყველაფერი მის შესახებ არ არის, მას კაბინეტში, არც მეტი არც ნაკლები წითელი იგუანა ხავს. ჩვენი ჟურნალისტი ანა გზირიშვილი ესტუმრა ლევან ქობალია სამსახურში და გადაწყვიტა, რომ ახალი პროფესიაც მოერგო და ეცადა თავი ამ ახალ პროფესიაში და ვნახოთ ახლა მისი სიუჟეტი. ჩემი რესპონდენტი ძალიან საინტერესო ადამიანი იქნება. ის არის გატაცებული ველური ბუნების გადაღებით. ჩვენ წავალთ კწანისის ტყეპარკში და შეიძლება რომ მასწავლოს მეც ამ მიმართულებით მასტერკლასი ჩამიტაროს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მის სამსახურში, ტელეფონზე საუბრისას მითხრა რომ კაბინეტში არც მეტი არც ნაკლები ხვლიკი ჰყავს და ასევე თუთიყუში და დამბირდა რომ გამაცნობს, ასე რომ წავედით. გამარჯობა მოიმე. თქვენ ასეთ მდგომარეობაში არ ველოდი. გამარჯობა. ეს არის რანგო. ჩვენ წითელი იგუანა. მე ძალიან მეშინია, იმიტომ რომ ხლიკები არ მიყვარს. შეიძლება თმოეფეროს ეს მშვიდობის ყოფილი. არ იქნება? არა, გვილებს არ აქვს. და ერთს მხოლოდ პოსტნეულს ეს ვეგეტარიანელი არის. დიდი იზრდება? კი, ბუნებაში რაღაც მეტრა 80-მდე იზრდება და 30 წლამდე ცხოვრობს. ეს ჩვენი რანგო. რატომ გადაწყვეტეთ რომ? და სამსახურში ვფიქრობ რომ რაღაცა სხვა ესეთი საქმის გარდა უნდა გქონდეს ადამიანს რაღაც პატარა საზრუნავი, პატარა გულის გადასაყოლებელი და რანგოს საერთოდ კიდევ იგი ყავს აგერ. ისინი ჩვენი საკმაოდ თუთიყუში. თქვენ ხობზე მინდა გკითხოთ, გატაცებული ხართ ველური ბუნების გადაღებით. და დამპირდით რომ მეც მასწავლით დღეს. დღეს შევეცდებით რომ კწანისის ტყეპარკში გადავიღოთ ფრინველები, რომელშიც წლებია დავდივარ და ახლა 12 წელიწადია კწანისის ტყეპარკში დავდივარ და ვიღებ ფრინველებს, თქმა უნდა მთელ ქვეყნის მასშტაბით დასულ ტერიტორიებზე მოგზაურობ ხოლმე და დღეს ვეცდებით რომ რაღაცა პატარა მასტერკლასიც მოვაწყოთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო თავგადასავალი გვექნება. შეგვიძლია დავყავოთ სახლში ხო? თავის სახლში ხო? მე გასვა. მართლა არაფერს არ გინდა? არა, არაფერს არ გინდა. პირიქით მიეჩვენა. აი, ხელს დავი. ფობია, ასე ვთქვათ, რაც გაქვთ, რომ აი ქვეწარმავლების შიში ცხოვრებთ, ხო? სახერები გქონდეს? არა, აი, ზემოთ არა მოვიდა. არა მოვიდა. მე დავიჭერზე თუ ამოვაგე, ხო? ეს არის სულ, ხო? თუ მოიფერები, ახლა გაჩერდება. არა, მე ვერ მომეფერები. თუ მოიფერები, გაჩერდება მხარზე ჩვეულებრივ. იგი არის სულ. გეხოცები აიხარ. სამურაგო თორე. აი მე ვერ მეცადე. ეს შევსოთავის ტერარიუმში. გადასავერთ. კარგად, რანგო. მოეწონე ხო? თანადა მოგიჩვია. ლევან სიმბოლურია, სადაც ახლა ვიმყოფებით კწანისის ტყეპარკში და რომ მოგვიყვეთ რა ისტორია გაკავშირებთ ამ ადგილთან. კწანისის ტყეპარკში ესე იგი თავიდან დავიწყე ნადირობით, მაშინ სულად გაუკონტროლებელი იყო მაშინ აქაურობა და ჩვეულებრივად ნადირობისას შემოვდიოდი ხოლმე, ეს იყო ალბათ რა ვიცი 15 წლის წინ დაახლოებით. მას მე რა აღმოვაჩინე რომ მარტო ის სანადირო იხვი, თქვა, რადგან ნადირობდით გადამფრენ ფრინველებზე იხვი და სხვა ფრინველების გარდა უამრავი საინტერესო ფრინველი იყო ამ ტერიტორიაზე. გადავწყვეტე რომ ფოტოაპარატით დამეწყო სიარული და უკვე
ძალიან ბევრი ფრინველი ყავს გადაღებული სხვადასხვა სახეობის და ძალიან ბევრი დილა მაქვს ასე ვთქვათ გათენებული აქ სრულიად უკუნითი სიმდელე იყო ხოლმე რომ მოვდიოდი აღარ ნადირო მოვიდა და ნადირობით თოფით საერთოდ აღარ მინადირია ალბათ უკვე იმ პერიოდის მერე რაც ვიდეო ობიექტივი ვიყიდე და ფრინველების გადაღება დავიწყე და გავხდი ფოტომონადირი იარაღი ჩაანაცვლა ფოტოაპარატმა ფოტოაპარატით მაშინ კარგად გეცოდინებათ აქაური ადგილები. თითქმის ყველა ქვავიცი სადაგდია და ყველა მის პირზე სად რა ფრინველის გადაღება შეიძლება. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ გადაღებას, ასე რომ წავიდეთ მოვძებნათ ადგილი. წავიდეთ. საკმაოდ მძიმეა, რამდენი სიწონის? ეს რაღაც 2 კილომდე არის. აი, ეს უკვე სულხოს მძიმეც არის 5 კილო ნახევარია მარტო ობიექტივი ამ შემთხვევაში. ვაიმე, გრამხელა, ახლა დავინა. ცა? რამდენი სიწონის? ეს არის 5 კილო ნახევარი დაახლოებით. აუ, ამით როგორ იღებთ? უჯერი დრის უნდა იყოს. ძირითადად შტატივზე შტატივზე. კი. როგორ გვაქვს შტატივი? გამოვსდი ჯერ ოპერატორებზე და მე ფრინველებს გადავუღოთ. დაბრუნდებით ჩვენ. აუ, ჩიქი გავიჭერი. და ეკრებზე. აიმე. აი, საწამოსაყვანი არ ვარ რა. თან ჯაობში რო ჩავარდი. აყრებოქინდა უთხრა რომ ძალიან კარგი შეგრძნება ყოფილა ესე რომ ელოდები და უცებ გადაიგებ აი მართლა საოცარი შეგრძნება როცა კარგ ბუნებაში ხარ და კარგ გარემოში ხარ აქ არც ლოდინი გეზარება კარგი განწყობა გაქვს ელოდები ფრინველებს თან მე ეცნობი თქვათ რო გადაიგე შეიძლება არ იცოდე ხო რა ფრინველი ეს არის ერთი ეტაპი ასე ვთქვათ აი ამ გადაღების ერთი არის გადაღება და მეორე არის უკვე როცა ჯდები კომპიუტერთან და უკვე ამ გადაღებული ფოტოებს ჯერ ათვალიერებ ნახავ რა გამოგივიდა რა კადრები აიღე და მე უკვე ვიწყებ დამუშავებას წანის ტყეპარში გადაღებული მაქვს სხვადასხვა ტიპის კოდალები ძალიან საინტერესო არის ერთ-ერთი თეთრ-ზურგა კოდალა რომელიც ძალიან იშვიათი არის ძალიან ლამაზი სანახავი არის თვითონ მწვანე კოდალა შავი კოდალა და სხვადასხვა ტიპის ჭრელი კოდალები არის კიდევ ბევრნაირი ლევან ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თავგადასავალი იყო ჩემთვის თან პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიყავი ასეთ ვითარებაში და მაყურებელს მინდა უთხრა რომ ერთხელ მაინც თქვენც უნდა გამოსცადეთ იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ ჯერ რომ ელოდები მე უცებ უღებ და მე ნახულობ ამ ფოტოებს ძალიან დიდი მადლობა თქვენს დაინტერესებისთვის ვფიქრობ რომ ჩვენი მაყურებელსაც ძალიან საინტერესო გამოვა და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ჩვენი ველური ბუნებით ნამდვილად გეთანხმებით